ფიზიკის კურსიდან ცნობილია თქვენთვის გამოსხივების სქემა სხვადასხვა დონიდან, ენერგეტიკული დონებიდან, როგორ ხდება, ასე ვთქვათ, ელექტრონის გადასვლა ზემოთ ან ქვემოთ დონეზე და შესაბამისად უკვე გამოსხივდება სინათლის კვანტი. ამისთვის გამოვიყენოთ ჩვენთვის ეგ ცნობილი სქემა და დავაკვირდეთ აი პირველი სპონტანური და სტიმულირებული გამოსხივების სქემა. პირველი მომენტი არის სპონტანური, რომ ჩამოვიდა E2 დონიდან E1 დონეზე და შესაბამისად ეს ხაშნიუ კვანტი გამოსხივდა. მეორე შემთხვევაში, ვთქვათ, გარედან იყო სტიმულირებული პირველ შემთხვევაში, ვთქვათ, აი მეორე მომენტი არის აი როგორი მომენტი, რომ ისევ ჩამოდის და გამოსხივება აი ყველა გადმოხდომის დროს არის, ვთქვათ, კვანტი ხაშნიუ კვანტის გამოსხივება ხდება. ეს რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულ სიხშირეს, ანუ იგივე რაღაც გარკვეულ დაღწევის შეესაბამება. ხანდახან ეს ხდება გარედან სტიმულირებით, ენერგიის მიცემით და ჩამოხდომა ხდება, ან პირიქით ენერგიის გაცემით და ხდება გასვლა. ახლა უკვე წარმოიდგინეთ მეორე მომენტი. სტანტკის ხაზის წარმოქმნის სქემატური ნახატი არის ეგრეთ მოცემული. ანუ როგორ წარმოიქმნება სტანტკის ხაზი? მოდის ენერგია ავა E1 დონიდან E2 დონეზე ელექტრონი და შესაბამისად იმ ადგილას ხდება უკვე ნივთიერების ჩაღლაფვა და ადგილზე წარმოიქმნება მუქი ხაზი. ეს საკმაოდ მარტივი მექანიზმია და მე უბრალოდ გამეორების სახით გაცნობ. შეხედეთ. ხან ძალიან საინტერესო პრაქტიკული მაგალითი, რომელსაც დავაწყდი. ეს არის იუპიტერის თანამგზავრი იოს სპექტრში გამოსხივება S2-ის, აი, მისი ყინულის გამოსხივების სპექტრია. აი, თუ დააკვირდებით თქვენ, ესენი ქვედა ორი ნახაზი, ერთიც და მეორეც, არის გადაღებული კონკრეტულ თარიღებში. ეს არის 93 წლის 19 აპრილს, ხოლო მეორე არის იგივე 93 წლის 20 აპრილს. როდესაც სპექტრში სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე თქვენ ხედავთ, აი, სხვადასხვა ვთქვათ, სპექტრი შიგნით თანხმის ხაზები ინტენსივობის ვარდნა ხდება, ნახეთ. და იგივე, ვთქვათ, ნივთიერების S2-ის ლაბორატორიული ხაზები და ნახოთ, როგორ გამოიყურება სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე, როგორ იქცევა ჩავარდნა ენერგეტიკაში, ნახეთ, როგორ კარგად ემთხვევა ეს მოდელირებული ნახატი კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ თქვენ შენდაც შეგიძლიათ ლაბორატორიაში დააკვირდეთ ხოლმე რაღაცა ნივთიერების ქცევას, მის გამოსხივებას, მის თანხმას და საერთოდ მის სპექტრს და ასევე მის სპექტრი ნახოთ კონკრეტული დაკვირვების დროს. ხადია, დაკვირვებაში ისეთ სუფთა ვერ იქნება ეს გამოსხივება, ის ყოველთვის რაღაცით არის დაბინძურებული, ან კიდე სხვა ნივთიერებებით, ან უბრალოდ პირობები დაკვირვებისა ვერ იქნება სრულიად სუფთა. ამიტომ აი ეს მოდელირის შედარება რეალურ სურათთან გვაძლევს ხოლმე საშუალებას ზუსტად მივხვდეთ მასთან გვაქვს საქმე. ეს უკვე პრაქტიკაში როგორ ხდება მისი გაიგივება. შემდეგი მომენტი არის ლაიმანის, ბალმერის და პაშენის სერიები. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და მე გითხარით კიდეც, გაამახვილოთ ყურადღება მანდა მაინც იმ ტალღის სიგრძეებზე, რომელიც ხილული არის მეთქი. ნახეთ, ეს ხილულები არის აი ეს 410 ნანომეტრი, 434 ნანომეტრი, იგივე 4340 ანგსტრემი, იგივე 4860 ანგსტრემი, იგივე 6560 ანგსტრემი. აი უყურეთ, მეორედან მესამე დონეზე, მეორედან მეოთხე დონეზე, მეორედან მეხუთე დონეზე, მეორედან მეექვსე დონეზე ამას ქვია ბალმერის სერიები, ამ გადასვლებს. ბალმერის სერიის ხაზების დაკვირვება ძალიან მოსახერხებელია, რომ ძალიან ხილულობაში ხდება და მასზე დიდი სტატისტიკაც არსებობს თავდაპირველიც და ასევე შეიძლება მისი აღწობა შემდგომი დაკვირვებების და შედარება ძველებთან. ამიტომ თუ რამე ცვლილება ხდება, ყველაფერს დაფიქსირება უკვე ამ ხილულობრივ ბალმერის სერიაში შეიძლება. ამიტომაც იყო რომ მიგაქცევინოთ ყურადღება მიაქცეთ კონკრეტულ H-alpha, H-beta, H-gamma და H-delta სერიებს. უბრალოდ როგორი ამბავია ბალმერის სერიას დაარქვეს აი წყალბადის ძირითადი სერიის წყალბადის ატომი არის. წყალბადის ატომის პირველი დონე, მეორე და მისგან გადახტოვნა ხდება კონკრეტული ელექტრონისა. მისი გარემო პირობების შესაბამისად. ანუ წარმოიდგინეთ პირველ დონეზე რო იყოს ეს იქნებოდა 122 ნანომეტრის მოკლე ტალღოვანი უბანია, მაღალ სიხშირიანი და მისი ხილვა თვალით შეუძლებელია. და უყურეთ, ყველაზე დიდი გადახტომაც კი პირველიდან მეექვსე დონეზე თუ ასწრები. კი ლაიმანის სერიის, ეგრეთ წოდებული ლაიმანის სერიის ყველაზე უფრო შორს
არის 94 ნანომეტრი. ყველაზე უფრო მოკლე 122. ისინი არც ერთი ხილულობაში არ ჭდება. აბა ნახოთ მესამე ვარიანტი უკვე ჩვენ მეორე და პირველი დონეებიდან გადასვლები ნახეთ. ახლა მესამე დონიდან გადასვლა. მაპატიეთ რომ მე მას დაწვრილებით არ განვიხილავ, იგულისხმება რომ ფიზიკის კურსში ჩვენის გავლილი გაქვთ. რომ მესამე დონ მეოთხე დონეზე, მესამე დონ მეხუთე, მესამე დონ მეექვსეზე და აი მათი გამოსხივების ან შთანთქმის გააჩნია რომელი გადასვლა ზემოდან ქვემოთ თუ ქვემოდან ზემოთ. ამ ტალღის სიგრძეები ეს არის 1875 ნანომეტრი, ანუ 18.750 ანგსტრემი. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკვე და ინფრაწითელი ულონის შორეულ ხარისხებზე ის უხილავი არის. ამიტომ, როდესაც ასტრონომია გახდა მრავალთაუქოვანი ცხადი, ეს წინს დაიკვირვება უკვე ეს მოცემული სერიებიც, ლაიმანის, ანუ პირველი სერია და პაშენის, ანუ მესამე სერია. ხოლო მეორე ბალმერის სერია დაიკვირვებოდა ყოველთვის და იგი არის ისტორიულად ყველაზე უფრო მისადგომი და მოსახერხებელი ჩვენთვის. შემდეგი მომენტი, იგივე სურათი უღონს სქემატურად მოცემული გვაქვს, იმიტომ რომ თქვენ ახლა ნახაზიდან ეძებოთ ეს ყოველთვის ცოტა უფრო მოუხერხებელია, მაგრამ აი ლაიმანის სერია იწერება ესეთნაირად, ნახეთ ლაიმან ალფა, ლაიმან ბეტა, ლაიმან გამა. ლაიმან ხედავთ თვითონ ეს არის უსასრულობიდან, ანუ მოცემულია უსასრულობის სახელი ლიმიტი. ხო? ანუ უყურეთ როგორი მომენტი არის ლაიმანის მეორედან პირველზე გადასვლა არის 121 ნანომეტრი, ანუ 1215 ანგსტრემი. მესამედან პირველზე არის 102, 103-მდე, ხო? მეოთხედან პირველზე არის 97, ხოლო უსასრულობიდან გადმოსვლა პირველზე არის 91. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აი რომ მიიტაცეთ უელექტრონო წყალბადის ბირთვი, ელექტრონს მაშინ რა გამოსხივება იქნება, ეგრე გვაქვს მოცემული. იგივე აი ცნობილი H-alpha, H-beta, H-gamma, H-delta, აი ხედავთ მის ზემოთა H-epsilon-ისა და ზემოთა სერიები მეშვიდე და მერვედან გადმოსვლებიც არის, მაგრამ ისინი უფრო პოპულარული არ არის, რახან ისინი უკვე ხილულის ზღვარზე არის. 4000 ანგსტრემს ქვემოთ, ანუ 400 ნანომეტრს ქვემოთ, უკვე უხილავი არის ხაზები. ამიტომ შესაბამისად ჩვენ უკვე უხილავ უბანში გვიждდება, ან ძალიან ზღვარზე დაკვირვების ზღვარზე გვიждდება მეშვიდედან და მერვე დონიდან მეორეზე გადმოსვლა. რაც შეეხება უსასრულობიდან მიტაცება, ამ შემთხვევაში გვაქვს ეს პირიქით შეცდომარი უნდა იყოს უსასრულობისა მიტაცების არის 388 ნანომეტრი, 389. რაც შეეხება ქვედა მაჩვენებელს, ეს არის უკვე პაშენის სერია მესამე დონეზე გადასვლები. მესამე დონეზე გადასვლების შემთხვევაში ჩვენ აშკარად გრძელტალღოვანი უბანში ვართ უკვე, ხოლო თვითონ უსასრულობიდან მოსული მესამე დონეზან მიტაცებული ელექტრონიც კი ვერ გვაძლევს ჩვენ 8000 ანგსტრემზე უფრო პატარა, ანუ 7000-დან არის ხილვადი. ანუ პაშენის სერია მთლიანად ხილვადობის გარეთ ზის, ხოლო ლაიმანის სერია ასევე მეორე მხარეს ზის ხილვადობის გარეთ. ბალმერის სერია პრაქტიკულად მთლიანად ხილულ უბანში არის მოთავსებული. ესაც წყალბადის ატომბირთვზე და მის ელექტრონებზე დაკვირვებული თქვათ შედეგები. შემდეგი მომენტი იგივე სურათი მაპატიეთ თუ ისევ იგივეს გთავაზობთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელ მათგანში უკეთესად დაინახოთ წყლით, დაიმახსოვრეთ სფერული პლანეტარული მოდელით თუ ესეთი სქემატური მოდელით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ ერთ-ერთი მაინც კარგად დაინახოთ. აი პირველ დონეზე გადმოსვლები არის ლაიმანის სერია, აი გამოდგენ ხედავთ ამ ჩამოსვლის მომენტს ლაიმან ალფა, ლაიმან ბეტა, ლაიმან გამა და ლაიმან დელტა სერია მოცემული არის პირდაპირ, ხო? აგერ არის მეორე დონე, მეორედან პირველზე, მესამედან პირველზე, მეოთხედან პირველზე და იქ ზემოთ უკვე უსასრულობა არის. ბევრი დონეები, იქ ზემოთა დონეები ისინი ახლოს არიან ერთმანეთთან და ამიტომ მათ შორის განსხვავებები უკვე ცოტა ნაკლები არის. ჩვენ თუ გადმოვართ უკვე ბალმერის სერიაზე, აქ არის მეორედან, ესე ბოდის მეორეზე გადმოსვლა, მესამედან, მეოთხედან, მეხუთედან, უსასრულობიდან, ახლა მეექვსედან იყო, მაგრამ უსასრულობიდან შეიძლება. და აგერ პაშენის სერიები ზემოდან ხედავთ გადმოსვლები მოცემული არის. აქ ფოტოშოპის ეს ძალიან კარგი სქემა არის, როცა თქვენ დაგჭირდებათ, აქ უკვე ენერგიის გამოყოფის ბაწერი ენერგია რა გამოიყოფა ამ დროს ელექტრონვოლტებში მოცემული. ესე ძალიან კარგი სასარგებლო ცხრილია. შემდეგი საფეხური უკვე იყო ჩვენი საკითხისა კირხოფის კანონები, რომელზეც ჩვენ დაწვრილებით შევჭერდებით.